ჩვენ ვიცით, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში და მას შეუძლია თავის ირგვლივ შემოიკრიბოს ეს ძალა და რამდენად წაადგება იგი საქართველოს და საქართველოს ეს უკვე თქვენ თავად წარმოიდგინეთ. ამიტომ მისი იზოლირება კი არ უნდა მოხდეს, არამედ მისი ჩართვა უნდა მოხდეს. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. და მესამე, სულიერება. სულიერების გარეშე ჩვენ მომავალი არ გვიწერია. ვლადიმერ ვახანია არის დიდი მორწმუნე, ღვთისმორწმუნე. აი საქართველოში ხომ ქრისტეს კვართი დაბრძანებული არის მცხეთაში. ეს არის აღმოსავლეთი საქართველო. დასავლეთ საქართველოში დაბრძანებული არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი და იგი გზანდება ზუგდიდში. და როცა აშენდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის სახელობის ეკლესია, აი ეს კვართი დაბრძანდება ამ ეკლესიაში. ამით უკვე სოფლიოს არცერთ სახელმწიფოს ამხელა ორი დიდი სიწმინდე არ გააჩნია. ორი კვართი მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა. არსად ამხელა სიწმინდე სოფლიოში არ არის. აღმოსავლეთი, დასავლეთი და ამათ აქვს უდიდესი მადლი. ეს მადლი რომ ერთად გაერთიანდება, აი მაშინ გამფრთხილდება საქართველო. აი რა დიდი ძალა აქვს აი ამ მისიას. ამიტომ მე გაოცებული ვარ რომ ეს ვერ გაითვალისწინოს ნებისმიერმა ქართველმა მოხელემ და ამ გზაზე დაბრკოლება შეუქმნას ბატონ ვლადიმერ ვახანიას. მე მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო მომენტს, ალბათ გეცოდინება თქვენ განსწავლული ხალხი ბრძანდებით, ადამიანები ბრძანდებით, როგორ მოხდა ღვთისმშობლის წილხვედრად საქართველო. ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეში დადგენილია ეს საკრალურად არის სულიწმინდის გარდამოსვლის დღე. ამ სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს მოციქულებმა წილი ყარეს საქადაგებელ ქვეყნებზე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სურვილი განაცხადა რომ მეც უნდა ვიყარო წილიო. საოცარია რომ ღვთისმშობელს შეხვდა ამ წილის ყრის დროს საქართველო. და რატომ შეხვდა? აი ეს არის საინტერესო. საქართველო არის ოდითგან სულიწმინდის წილხვედრილი. ხოლო დედამიწაზე სულიწმინდის ხორციელი განსახიერება არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. აი როგორ კავშირში არის, საკრალურ კავშირში ეს ორი მომენტი ერთმანეთთან. ამრიგად საქართველო მთლიანად წარმოადგენს სულიწმინდის წილხვედრ ქვეყანას და მისი განმახორციელებელი დედამიწაზე არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ხო, როცა გვეუბნებიან საქართველოს ისე უზამთ, ასე უზამთ გავანადგურებთო, ეს ნიშნავს რომ სულიწმინდის წილხვედრ ქვეყანას ეომები, ანუ სულიწმინდას ეომები, სამების ერთ-ერთ სიპოსტას ეომები, ანუ ღმერთს ეომები ამ შემთხვევაში. ამას ღმერთი უფალი არ დაუშვებს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ უთანასწორო ბრძოლაში და ამიტომ კიდევ ამბობ, ამიტომ ყველა გვერდით უნდა დაუდგეს, ყოველი ქართველი გვერდით უნდა დაუდგეს ვლადიმერ ვახანიას, აი სწორედ ამ საშვილიშვილო ეროვნული საქმის განხორციელებაში. აი მე მინდა ერთ-ერთი სასწაულის დროს, სასწაულის შემდეგ დავწერე ვედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ეს სასწაული მოხდა ერთ ადგილას და აი ამ ლექსს მე დავტოვებ აქ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის სახელობის ეკლესიაში იქნება ეს ლექსი დატოვებული. ვედრება ღვთისმშობლისადმი, მამა ღმერთის ნეტარი ხარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, სულიწმინდით მოვლენილ ხარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, კაცთა მოდგმის იმედი ხარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, ქართველების მფარველი ხარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, ხომ გეწადა ჩვენთან მოსვლა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, ახლა გვიჭირს ჩვენო დედაო, იტანჯება საქართველო,
სურთ წარბტაცო მიწა საფრთხო რითაც ერი საფუძველობს მოგვიხილე ვიგორ გასლებ გადარჩება საქართველო. სიტყვა ეძლევა ფილოლოგიის მეცნიერება დოქტორს პროფესორს ქალბატონ სამირა გადულას. პატრიცემულო მეგობრებო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გამოვხატოთ თანადგომა ვლადიმერ ვახანიას მიმართ. ამასთან უცხადებთ მას მხარდაჭერას მომხდარის გამო. ასევე უცხადებთ მხარდაჭერას ყველა ქართველ მეცნიერ საზღვარგარეთ, რომლებიც ფიქრობენ თავის სამშობლოზე და უნდათ აქ დაბრუნება. ჩვენ მივესალმებით ვლადიმერ ვახანიას დაბრუნება საქართველოში და ყველა იმ ქართველს, ვისაც გული შესტკივა საქართველოს კეთილდღეობისათვის. ჩვენ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვათ ასეთ ადამიანს, სულით და გულით ქართველს, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული თავის ხალხზე და სამშობლოზე, როგორც ვლადიმერ ვახანია, არ უნდა შეექმნას პრობლემები და არ დაზარალდეს ვიღაცების გაუაზრებელი, უცოდინარი და უკანონო ქმედებების გამო. ვლადიმერ ვახანია არასდროს არ ყოფილა მოწყვეტილი თავის სამშობლოს, ქართულ კულტურას. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნით ადრე წავიდა მოსკოვში საცხოვრებლად, მისი სამი შვილი სწავლობს ქართულ სკოლაში. ეზიარებიან ქართულ კულტურას, სწავლობენ საქართველოს ისტორიას. რა უნდა იფიქრონ მოზარდებმაც და რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეთ ყოველივე ამის შემდეგ მათ. და მე მარტო ვლადიმერ ვახანიას ოჯახი არ მაქვს მხედველობაში, არამედ ბევრი სხვაც. ვლადიმერ ვახანიას აქვს მიღებული საზოგადოებისაგან 15,000-ზე მეტი ხელმოწერა მხარდაჭერის და თანადგომის, არა მარტო ზუგდიდელების, არამედ სხვადასხვა რაიონებიდანაც. ჩვენ ბევრი გვსმენია და გაგვიდია ამ დაგვარი შემთხვევები. ბევრი გვინახავს ჩამოსული საქართველოში და უკან დაბრუნებული. თავის სამშობლოში დაბრუნდა ჩვენი თანამემამულე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ვლადიმერ ვახანია. ადამიანმა მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, გადაწყვიტა მუდმივად იცხოვროს საქართველოში თავის ოჯახთან ერთად, მაგრამ მას ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. ხელშეწყობის მაგივრად ცალკეული სამთავრობო პირები უქმნიან არაკანონიერ შეფერხებას. რა ადამიანის უფლებებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა უდანაშაულოდ ადამიანს ართმევენ პირადობის მოწმობას. რა სიყვარული და მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ 4 თვის მანძილზე არ გაახმაუროს საზღვარგარეთ, რომ ვინმესთვის საბაბი არ მიეცა და სამშობლოსათვის ზიანი არ მიეყენებინა. ვლადიმერ ვახანია არის სისხლით და ხორცით ქართველი ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ ვახანიამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სახალხო დამცველს, პარლამენტს, მაგრამ დღემდე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. მას გააჩნია ყველა მტკიცებულება დამნაშავეების გამოსავლენად. ეს არის სირცხვილი ჩვენი საზოგადოებისათვის. ნუ თუ 4 თვე არ ეყო ჩვენს კომპეტენტურ ორგანოებს, რომ გაერკვიათ მომხდარი გაუგებრობის მიზეზი. რა სინდისით უნდა ცხოვრობდნენ ის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს. ნუ თუ მაგათ არ ყავთ ოჯახი, შვილები. დარღვეულია ვლადიმერ ვახანიას კონსტიტუციური უფლებებით. ამავე დროს ადამიანის პატივი, ღირსება და თავისუფლება ხელშეუვალია. რა საქართველოზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ, თუ ასე უხეშად ირღვევა ადამიანის მოქალაქეობრივი უფლებები. მეგობრებო, მე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ვლადიმერ ვახანიას და უერთდები მოთხოვნას ხელისუფლების მიმართ